ასეთი ორგანიზაცია იყო ალ-ქაიდა. იყო რა არის ეხლაც, მაგრამ ეგ ის ორგანიზაცია არ არის, ბენ-ლადენი რო იყო და ამერიკას რო 11 სექტემბრის ტერაქტები მოუწყო. ეგ ორგანიზაცია ხო, რამე ხო არ მეშინდება. ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოში, სანამ ISIS-ი შეიქმნა. გავუშვათ თავი. აი ეს ახლა ვინც ხელს ართმევს, აი ხელს რო ართმევს, წვერებიანი, შარვალ კოსტუმიანი ახალგაზრდა კაცი, აი ეს არის სირიის მოქმედი პრეზიდენტი. ხო, ეს ვაჟბატონი არის აბუ მუჰამად ალ-ჯულანით ცნობილი, რომელიც ჯერ კიდევ ერაყის ომი რო იყო, აი ამერიკელები რო შევიდნენ ერაყში, იქ ხოცავდა ამერიკელ ჯარისკაცებს. ანუ იქიდან ამერიკელების წინააღმდეგ ომობდა, ანუ აი მის ამერიკელების ჯარისკაცების სისხლში აქვს ხელი გასული. მერე სირიაში იყო ალ-ქაიდას, აი ცათამ ჯენებს რო თვითმფრინავები დააჯახეს, იმ ალ-ქაიდას ლიდერი იყო სირიაში. ამერიკელები ამ ვაჟბატონის თავში ანუ ვინმეს რომ მოეკლა მაგალითად ვინმეს რომ მოეკლა იხდიდნენ $10 მილიონ. ანუ ტერორისტად ხავდათ გამოცხადებული. გამოცხადებული რა იყო? იყო. ხო, ნუ იყო და ამათ გამოცხადებული ქონდა და $10 მილიონ იხდიდნენ. ვინმე თუ მიუტანდა ამერიკელებს ალ-ჯულანის თავს. გავიდა დრო, ამ კაცს ჩააცვეს კოსტუმი და შარვალი და ჰალსტუხი გაუკეთეს. თუმცა არაფერი არ შეცვლილა ამ ადამიანის წარმოდგენებში, აგერ ხა სირიაში რა ამბები ტრიალებს გიხედავთ, ხა ხოცვა ჟლეტვა მიმდინარეობს უმცირესობების. და ტრამპი ჩვეულებრივად მას ხელს ართმევს, სანქციების კი მოუხსნეს ალ-ჯულანის სირიას და ჩვეულებრივად კაცო შეახვედრეს და წავა ეხა თანამშრომლობა. ანუ კიდევ ერთხელ აი შეჯამებულად პატივცემლო მაყურებლებო, აი დააკვირდით, ნახეთ. ადამიანი, რომელიც ამერიკას რო 11 სექტემბრის ტერაქტი მოუწყო, მაგ ორგანიზაციის წევრი იყო. მერე ეხლა სირიაში რო დაამხეს ასადის რეჟიმი, ეს ტიპი მოვიდა ხელისუფლებაში, ალავიტი უმცირესობების მიმართ ჩაატარა ეთნიკური წმენდა. აი ეხლა ანუ ქრისტიანებიც ბევრი დახოცეს მაგ დროს. ეთნიკური წმენდა ჩაატარა და დღეს აი ეგ ადამიანი ტრამპს ხვდება, ხელს ართმევს და ამერიკა მაგის მთავრობას და მაგის სახელმწიფოს უხსნის სანქციებს. და საქართველოში ქართულ მთავრობას სანქციებს ადებს. ისე მე შეკითხვა მაქვს, აი საქართველოში ყველასთან, აი მარტო ჩვენ არ გვეხება ეს შეკითხვა, დანარჩენი ჩვენს გარდა ნაცებსაც და ქოცებსაც ორივეს ეხება. ნაცებსაც ეხება და ქოცებსაც. აი ქოცებს მაგალითად ასე ჟღერს შეკითხვა. აი რანაირად მოახერხეთ მეგობრებო, რომ სირიას სანქციები მოუხსნეს, ხელი ჩამოართვა ტრამპმა, შეხვდა და თქვენ ვერ შეხვდით და სანქციებს გადებით. ეს ერთი. ანუ ოცნებას კითხვა ალ-ქაიდას ტერორისტს რომელიც ამერიკელებს რომელსაც ამერიკას უფეთქებდა, რომელიც ამერიკას უფეთქებდა ტერაქტებს მოწყობდა. მაგან რო დაალაგა ტრამპთან, თქვენ რა დაალაგეთ ეგეთი ტრამპთან, რომ თქვენ გადებთ. ეგ ერთი კითხვა ქართულ ეგ ოცნებას კითხვა. ეგ კითხვა ქართულ ოცნებას. ეხლა მე მაინტერესებს ნაციონალურ მოძრაობას და ზოგადად აი ამერიკა რო უფრო უყვართ ვიდრე საქართველოს ისე. ხაჯოს ეგ კითხვა იმათაც ეხება და არა მარტო ხელისუფლებას. აი ვინც ამერიკა თუმეა. ხო და აი ამერიკა რომ ის მიმართ სხვანაირი მეორე პლანგზეც ხო არის ეგ კითხვა. ცოტა დავაკორექტირებ სხვა მიმართულებით რა. რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ზოგადად საქართველოს ისეთი რომ ეს თქვენი საყვარელი ამერიკა სირიას შეხვდა და ულაგდება და მოუხსნა სანქციები. გენოციდის მომწყობ ტერორიზმს მოუხსნა სანქციები და ამათ ასანქცირებს და არ ხდება. ანუ მე ეს ორივე კითხვა რატო მაქვს, იცი? ერთის მხრივ ეს ხალხი, ვინც ამერიკაზე აფანატებს, ცოტა გიჟები ხო არ არიან ის ხალხი, იმიტომ რომ
ეს ამერიკა არ არის თლათ ისეთი სტანდარტების მქონე ქვეყანა, როგორც თქვენ მოგაქვთ. და ქართული ოცნება კიდე რა ხდება ხალხო, აი რა ვერ და ასეთი რა ვერ ილავირეთ ასეთი რომ თქვენ თავი რომ თქვენ ვერ დაალაგეთ და ალ-ქაიდას ტერორისტმა დაალაგა. აი ეგ რა გენიალური ლავირება იყო ეგ. ეს ნაწილთან მაქვს კიდე შეკითხვა, აი რაღაც განყენებული ნაწილი რო ავიღოთ. აი რომელი? შეგნებული ნაწილი საზოგადოების განყენებული არც ხოცი არც ეს რაღაც განყენებულად დგას. აი სურათია რომ აი ალ-ქაიდას ტერორისტი მაგარი ხალხია, ჯიგრები ჩამოართეს ხელი, სანქციები მოუხსენთ, ამათთან ვითარამშრომლობთ და აი ეს ქართული ოცნება მიასანქციეთ, საქართველოს მიასანქციეთ, ამათთან საერთოდ შეხვედრა არ დავინახავ. ამ სურათს რო ხედავ, ცოტა რა ვიცი, წავიდენ. ცოტა ჩვენ რეჟიმზე რატო არ გინდა ესენია? ამათა რა საქმე გვაქვს? ეგრე ხო არ უნდა დადგეს ცოტა საკითხი? იმიტომ რა ვიცი, აღარ შეიძლება ასეთი რაღაცეების მოთმენა რა. სინამდვილეში ხა აი ამ მოცემულობას. ამას შვიდად უნდა შეხვდე, აი ეგ სურათია. აი ვიღაცა მედასავლეთის აი ვიღაცა ევროპა რო აქვს შიგ აი მაგეთი ადამიანის პერსპექტივიდან შევხედოთ მოდი რა. აი ვიღაცას ხო ჯერა რომ ქართული ოცნება არის პირადად პუტინის ხალხი. აი ეგეთი წარმოდგენის ხალხი ხო ყავს აქ? ნუ ყავს რა და აი მოდი მაგის პერსპექტივიდან გავაანალიზოთ ეს რა. იმიტომ რომ მაგითანაც ძალიან საინტერესო სურათი გამოდის. რომ აი წარმოვიდგინოთ რომ მართლა პუტინის ხალხია, აი პირდაპირ კრემლიდან პუტინი ურეკავს ხოლმე ბიზნესს, რომ იმან მერე კობახიძეს დაურეკოს, რომ იქ ვიღაცა ჟურნალისტ სპანგური ამოარტყა. ხო ეგეთი სურათი გვაქვს მედასავლეთე იმაში. ნუ რო ჩართავ ტელე პირველს ეგეთი სურათია რა. ხო და აი დაუშვათ ეგ ეგრეა. წარმოვიდგინეთ. ბიჭო, აი მაგის ფარგლებშიც კი, აი მიუხედავად მაგის, ანუ შენ რა გინდა თქვა, რომ პუტინთან ურთიერთობა, ესე იგი, უფრო მაღალი დანაშაული არის, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და გენოციდი? მე პროსტო რა მაინტერესებს? პროსტო სტანდარტები მაინტერესებს რა. აი ვიღაცა პუტინთან თუ ლაგდება ეგ უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე საერთაშორისო ტერორიზმი და გენოციდი. ანუ ეგრე უყურებს ეს ტიპი სამყაროს, ხო? როგორი რაღაცა, იცით? ეგრე უყურებს. სინამდვილეში აი აქ კომენტარიც დაიწერა, ეხლა ირონიული. სუდი სიტყვა უნდა ვთქვა რა. არ გისიგდე რა. მე გაგცემ პასუხი, აი კომენტარიც დაიწერა, რომ ირონიით ადამიანი წერს იმარა თქვენი ტრამპიო ჭალებში თქვენი ტერორისტებს რომ ხდება იმაზე რა სიტყვით ჩვენი ტრამპი რა კაც თქვენ რო არც გეგონათ რომ ტრამპი გაიმარჯვებდა ერთი წლის წინ ჩვენ გეუბნებოდით რომ ტრამპი გაიმარჯვებს და ტრამპი დაიწყებს ამერიკის გადმოსახედიდან პოლიტიკის გატარებას. ამერიკის გადმოსახედიდან პოლიტიკის გატარება აპრიორი ყოველთვის არ გულისხმობს საქართველოს ინტერესების გატარებას. სხვადასხვა სცენარები არსებობს, კაცო. არსებობს სცენარი, სადაც რუსეთთან თუ ლაგდება, შენს ქვეყანას არ გამოიყენებს მორიგ დაძაბულობის კერად, თუ ვერ ლაგდება რუსეთთან, შენ უჭირდები დაძაბულობის კერად, თუ ჩინეთთან ვერ ლაგდება, მაშინ შენს ტერიტორიაზე გამავალი ჩინური დერეფანი მას არ აწყობს, თუ ლაგდება, თვალს ხუჭებს, ანუ 1000-ნაირი სცენარია. მაგრამ ყველა ვარიანტში ტრამპი მაინჯობია ერთიან გლობალისტურ დასავლეთს. იმიტომ რომ კონსერვატორია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა მოკლე კომენტარი გააკეთა სირიის პრეზიდენტზე. ნუ რა შთაბეჭდილება დარჩა და ნუ აი სირიის ტერორისტ პრეზიდენტზე რა სიძახის, როგორ აფასებს და თარგმნოთ მე. How did you find the Syrian president? Right. I think very good. Young, attractive guy, tough guy. You know, strong pass. Very strong pass fighter. But he's got a real shot at pulling it together. ანუ როგორ აფასებთ სირიის პრეზიდენტსო? კითხვაზე მაგარი კაცია, ძალიან ახალგაზრდა ძლიერი კაცია, ძალიან შთამბეჭდავი. ძლიერი წარსული აქვს და ალ-ქაიდაში იყო ხო ძლიერი წარსულია კი. ანუ
რა არის ეს რატოა მნიშვნელოვანი რომ ეს გავარჩიოთ მნიშვნელოვანი გვესმოდეს რომ აი ეს 30 წლიანი სოფლიო ლიბერალური წესრიგის ვერსია დასრულდა ისტორიის სწორ მხარეს დგავარ ტექსტებით ვინც დგახართ ეხა ქუჩაში უნდა გააცნობიეროთ რომ თქვენ ეხლა მაგალითად დგახართ აი ამ მოვლენის გვერდით აი ისტორიის სწორი მხარე თქვენი ვერსიით არის ეს რაც ხდება არა ნახე აი მარტო მასეც მოდი ამაზრს დავასწრო მასეც ნუ შევალთ კიდე რომ აი ამის გვერდზე რაღაც დადგა პერიოდი სადაც რაღაცა მაღალი ლიბერალური იდეალები დემოკრატიის შუქით გასხივოსნებული სირბილი მსოფლიოში და დემოკრატიული წესრიგის დამყარება შენ თუ ადამიანის უფლებებს არ ღვევ ამერიკის მე-6 ფლოტი და ავიამზიდები მოვლენ და სიტყვის თავისუფლებისთვის დაგბომბავენ ეგეც სამყარო ხო იყო ეგეც სამყარო აღარ არსებობს ხო ეხლა არის რაც ნავთობი გააქვს ჩემო ძმაო მაშინ არ იყო ოღონდ როდესაც ეგ საღდებოდა მაშინ უბრალოდ მაშინ ძლიერი იყო დასავლეთი ამერიკაც ბევრად უფრო ძლევამოსილი და დომინანტი იყო შესაბამისად ლამაზად უთავდა კი მაგრამ როგორ ეკითხებია რომ აი ტრამპი რატო გიხარიათო რა ბიჭო ხალხო ტრამპი რატო იმიტომ კი არ გიხარიო ტრამპი მოაეხა და რაღაცა მგელი და კრავი ერთად მოძოვს მე ტრამპის მოსვლა იმიტომ გიხარია რომ აი ეს ადრეც რო ესე იყო მაგრამ რო გაბოლებდნენ თქვენ და რო ვერ გიხსნით ეხა ბევრი გამოფხიზდება ტრამპის ფაქტორმა ეგ სააშკარაოზე გამოიტანა და სიმართლისთვის თვალის გასწორებას რო იწყებთ გვიჩნდება შანსი რომ გადავრჩეთ აი მაგალითად მაგიტო არის იგივე ადამიანი ეხა ვინც ეგ კითხვა დაგვისვა ხო გვიყურებ რატო გვიყურებ იმიტომ რომ გაინტერესებს რო გაინტერესებს ესე იგი უკვე კაი პროცესი მიმდინარეობს და ხან ერთი თვე კიდე გვადევნე თვალი და ბოლოს საერთოდ ჩვენს მხარეს ან ნახე წარსულშიც რა თქმა უნდა ყველაფერი წყდებოდა პირველ რიგში ინტერესებით უბრალოდ რიტორიკას და ფასეულობებს რომელსაც შენ აჟღერებ მაინც აქვს გავლენა აი ხარ შეიძლება ვიღაცა ხელისუფლება მაგალითად ძალიან ინტენსიურად ლაპარაკობდეს LGBT პროპაგანდა ცუდიაო და იღებდეს LGBT პროპაგანდის თვითონ დამშვებ კანონს და ამით არ ზიანდებოდეს დაზიანდები ანუ ამას რიტორიკის დონეზე რომ დასავლეთი ამაზე აპელირებდა ამას ქონდა მაინც დიდი გავლენა ეხლა ეგეც შეიცვალა ან დემონსტრაციულად ტრამპი დადის და იძახის რომ აგერ კანადა შეიძლება ჩემი შტატი გახდეს არ გამოვრიცხავ რომ გრენლანდიაში ძალა გამოვიყენო წავართვა დანიას გრენლანდია იქ რა ვიცი ახლა რუსეთი თუ აიღებს უკრაინას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს სირიის ტერორისტი პრეზიდენტი მაგარი ბიჭია კაი წარსული ქონდა ხო ეხლა მაგ ეპოქაში შევდივართ გაიგე და ჩვენ თუ არ გადავეწყეთ მაგ ეპოქის რეალობის შესაბამის წარმოდგენებზე და მასე არ ვაშენეთ ჩვენი ქვეყანა და კიდე რაღაცა დასავლეთი რაღაცას რო იძახის დემოკრატიის იდეალებს დაიცავს მე მგონი აქ და აი დემოკრატიით გავაკვირო დასავლეთი და მაშინ აქ ვაშენებენ წერილი მივწეროთ დაგვერხევა და უნდა ვაშენოთ ქვეყანა მარტივად რო თქვათ სამყარო გადადის ნაციონალისტურ ნაციონალური ინტერესები რო განსაზღვროს ყველაფერს აწინ მაგ რელსებზე გადადის სამყარო და ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში ერთადერთი კანონი არის ძალის კანონი კი სხვათაშორის შემთხვევით არ არის რომ აი ამდენი კონფლიქტია უკვე არა მარტო რეგიონალური მასშტაბით ინდოეთი პაკისტანი რუსეთ უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ანუ ეს პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება კიდევ უფრო მეტი ომი იქნება ამ ვითარებაში. რატომ? იმიტომ რომ ძველი სამყარო, რომელიც აქამდე არსებობდა, ტრამპის გამარჯვებით სინამდვილეში საბოლოო დეკლარირებულად დამთავრდა.